მოგესალმებით. დღეს მინდა გავაგრძელოთ საუბარი სახის სწორ მოვლასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ კარგად მოუვაროთ სახისკანს, გვჭირდება სწორად შერჩეული კოსმეტიკა. პირველ რიგში გვჭირდება ჩვენი კანის ტიპის დადგენა, ჩვენი კანის საჭიროებების და მოთხოვნილებების დადგენაც. ყოველთვის იცოდეთ, რას ელოდებით კოსმეტიკისგან. მაგალითად, არსებობენ ქალბატონები, რომლებიც უბრალოდ იყენებენ საბავშვო კრემებს სახეზე, იმ მიზნით, რომ იციან ეს არაფერს ავნებს. მაგრამ არ უფიქრიათ იმაზე, თუ არსებობს თუ არა ისეთი კოსმეტიკა, რომელიც არგებს და არაა საჭირო მხოლოდ თავდაცვის პოზიციაში ყოფნა. თუ თქვენ დაბანის შემდეგ კრემს ისვამთ მხოლოდ იმის გამო, რომ დისკომფორტი მოიხსნათ, მაგალითად დაჭიმულობის ან სიმშრალის შეგრძნება, იცოდეთ, რომ ამის გარდა სხვა ბევრი ეფექტების მქონე საშუალებები არსებობს, მაგალითად გაახალგაზრდავების ეფექტით, მაგალითად ახალგაზრდობის დიდხან შენარჩუნების ეფექტით, კანის ფერის გაუმჯობესება, ლაქების საწინააღმდეგო მოქმედება, აკნეს მკურნალობა და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიური რუტინის საშუალებები შეარჩიოთ კომპლექსური ეფექტებით და ასე გამოიყენოთ, რომ არ გქონდეთ დროის არასწორი დანაკარგი და თანხების არასწორი დანაკარგი. ბაზარზე, როგორც მოგეხსენებათ, არის სხვადასხვა კლასის კოსმეტიკა, მაგალითად დაბალი კლასის, საშუალო კლასის, ლუქს კლასის. მათ შორის განსხვავება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის შემადგენლობაში, ანუ ერთ და იგივე ინგრედიენტები შეიძლება საშუალო კლასის კოსმეტიკაში იყოს შედარებით დაბალი რაოდენობით, ხოლო ლუქს კლასის კოსმეტიკაში იგივე ინგრედიენტები არის ინტენსიურად უფრო დიდი რაოდენობით, სწორედ ეს განაპირობებს ეფექტების სისწრაფეს. ხოლო რაც შეეხება ფასს, ხარისხი და ეფექტის სისწრაფე პირდაპირ პროპორციულია ფასთან. შესაბამისად, 1:0-ით მეტი ღირს ლუქს კლასის კოსმეტიკა, ვიდრე საშუალო კლასის და დაბალი კლასის კოსმეტიკაზე აღარ არის საუბარი. გაგიგიათ ალბათ, რომ სულელები იხდიან ორჯერ, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება გადაიხადოთ ერთხელ შედარებით მეტი, მაგრამ მიიღოთ მეტი ეფექტი და არ დაკარგოთ არც დროტყუილად, არც თანხები. გავიხსენოთ, რომ ჩვენი სახე ჩვენი სავიზიტო ბარათია და ჩვენი სილამაზე, ჩვენი მოვლილი კანი პირდაპირ პროპორციულია ჩვენს წარმატებასთან და ჩვენს შემოსავალთან. ამიტომ არ ღირს დაზოგვა. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ღილაკს თითი, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, მე კი დაგემშვიდობებით შემდეგ საინტერესო ვიდეომდე.